Გავტოფიქრია, მწვავე შეფასებები ახლავს MMS მებრძოლის გიორგი ქართველიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ქართული კულტურის, რელიგიის და იდენტობის დასაცავად შექმნას სახალხო მოძრაობა და იმოდით ამ ამბის შეფასებით დავიწყოთ, თუ ჩვენი ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვისთვის აუცილებელი იქნება არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით, მზად ვართ შესაბამისმა პირებმა თითოეულ ქმედებაზე აგონ პასუხი, საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავალ, თუ ეს არის განცხადება, რომელიც გუშინ იმ ბრიფინგზე მოვისმინეთ, სადაც ამ სახალხო მოძრაობის დაფუძნების შესახებ გაცხადდა. აი რა სიტყვით, ბანდფორმირება, არაფორმალური რაზმი, მორალის პოლიცია და ასე შემდეგ, აი ამ ტიპის შეფასებები ახლავს სპორტსმენების მხრიდან მოძრაობის შექმნას. თქვენ რა გონიათ ამ მოძრაობის მიზანი და რამდენად სწორად უჩნდება ბევრს განცდა, რომ ეს ხალხი შეგროვდა, რათა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორებენ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ბუნებრივია, ძალიან ძნელია რამე სხვა ასოციაცია გაგიჩნდეს, როდესაც ამ ტიპის განაცხადს ისმენ და ამ განაცხადის ავტორებს ხედავ ეკრანებზე. მე ამას უპირველეს ყოვლისა მივიჩნევ სახელმწიფოს ჩამოშლის ერთ-ერთ ძალიან ძლიერ ნიშნად. Რომ შეუძლებელია სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ინსტიტუტები გამართულად მუშაობს, სადაც კანონი კანონობს, კონსტიტუცია კონსტიტუციის დონეზეა, რომ იქ მსგავსი რამ იქმნებოდეს და ამაზე რეაქცია არ ქონდეს არავის. პირიქით, მე გუშინ რაც ვნახე, რაც წავიკითხე, ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული ოცნების წარმომადგენლები ერთგვარ მხარდაჭერის ტექსტებს გამოთქვამენ ამ მოძრაობის მიმართ და ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს, რომ ეს ადამიანები ხელისუფლების მხარდამჭერები არიან, დღეს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის და მათი მითითებებით აპირებენ ქმედებებს, ხო? ეს დაპირისპირება იქნება განსხვავებულ აზრთან, განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან. მე ძალიან ძნელად წარმომიდგენია ნებისმიერი იქ მჯდომი ადამიანი ცოტა ხნით რო დასვა 1-15-20 წუთი და ალაპარაკო ქართულ ღირებულებებზე. რა წარმოდგენები აქვთ, ან ეკლესიაზე რა წარმოდგენები აქვთ, როგორ შეიძლება რომ მუშტით წარმოედგინოს ადამიანს იმის დაცვა, რაც სამყაროში ყველაზე ძლიერია. ქრისტეს სიტყვაზე და ქრისტეს ეკლესიაზე ძლიერი ამ საუკუნეების განმავლობაში, უკვე 21 საუკუნეა, არაფერი შექმნილა და ამათი დაცვის გარეშე მოვიდა აქამდე ეს ყველაფერი და არის ძალიან ძლიერი ინსტიტუცია საქართველოშიც, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს და ვიღაც გადაწყვიტა ეხლა რომ რაღაცა თავისი შეხედულებისამებრ რაღაც ძალადობრივი ქმედებები განახორციელოს, მე ვფიქრობ აბსოლუტურად ამოვარდნილია ყველაფრიდან. მოძრაობა აპირებს და ამ კონტექსტში გუშინ პატრიარქ შიოსადმი ერთ-ერთ პოლიტიკოს ჰქონდა მოწოდება განა ჩვენი ეკლესია მუშტით დაცვას საჭიროებს, განა არ გვაქვს იმდენი ზეგავლენა, არ გაქვთ იმდენი ზეგავლენა და ავტორიტეტი პატრიარქს მიმართავს, რომ მუშტის გარეშე იყოს დაცული ჩვენი რწმენა, რომელიც აქამდე მოგვიტანიაო, აი როგორც გითხარით, ერთი პოლიტიკოსის მიმართვა იყო გუშინ პატრიარქ შიოსადმი და მოდით კითხვასაც დავსვავ ბარემ, აი უნდა ვისმენდეთ თუ არა დღეს პატრიარქის განცხადებასაც და როგორ ფიქრობთ მაშინ რატომ არ გვესმის შიო მესამის პოზიცია? არ ვიცი, მე იმედი მაქვს რომ გავიგონებთ ჩვენ ამ ხმას, იმიტომ რომ სამოქალაქო დაპირისპირების რისკი დევს ამ ტიპის ორგანიზაციების შექმნაში და ამ ტიპის ქმედებების განხორციელებაში, როდესაც ადამიანებს შეხედულების გამო, თავიანთი მოსაზრებების გამო უპირისპირდებიან. და ჩვენს ქვეყანას წლების წინ უნახავს კიდეც არაფორმალური ჯგუფებები და ვისაც ის წლები ახსოვს, იცის რომ ასეთი ორგანიზაციების არსებობა ძალიან მძიმე შედეგებს იძლევა ნამდვილად. მე მინდა გითხრათ უდიდესი მასწავლებელია, როგორც ამბობენ, ამიტომ მოდით გავახსენოთ ახალგაზრდებს განსაკუთრებით აი ეს უახლესი ისტორია ჩვენი ქვეყნის და უთხარით მათ კიდევ ერთხელ რას აჩვენებს წარსული გამოცდილება. მე მინდა გითხრათ, რომ იგივე მხედრიონი, რომლის სახელი ისმის ხო, ეს დღეებია სწორედ ამ კონტექსტში, თავის დროზე ძალიან კეთილშობილური მიზნით შეიქმნა და სხვათა შორის არ შექმნილა სახელმწიფო კალთის მფარველობის ქვეშ.
და ის შეიქმნა მაშინ გართულებული ურთიერთობები იყო ეთნიკური შუღლის ნიადაგზე და ამ ხალხის დასაცავად ეს იქნებოდა ცხინვალის რეგიონში, ეს იქნებოდა სხვა არაქართული მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში თუ ასე შემდეგ. მაგრამ მათ მიერ იგივე აფხაზეთის ომში ეს ხალხი და ძალიან ძლიერი შემადგენლობა იყო, თავდაპირველი შემადგენლობა, მათ შორის ინტელექტუალური მახასიათებლით, მათ შორის საბრძოლო მახასიათებლით და იგივე აფხაზეთის ომში ისინი ძალიან გმირულად იბრძოდნენ და ბევრი დაიღუპა. მაგრამ ნახეთ რა დარჩა ისტორიას დარჩა ის ცუდი საქმეები, რაც ამ დაჯგუფებამ უკვე როგორც სახელისუფლებო მხარდაჭერის მქონე ძალამ ჩაიდინა საქართველოში. ეს იქნებოდა სამეგრელოში თუ ეს იქნებოდა მთლიანად საქართველოში განუკითხაობის ეპოქა, როდესაც შეიქმნა და იარაღის დომინაცია გაჩნდა ქვეყანაში, მკვლელობები, ყაჩაღობები, ძარცვა, ბიზნესების წართმევები და ასე შემდგომ. ეს კიდევ ვიმეორებ, ეს დაჯგუფება მივიდა აქამდე რაღაცა პერიოდის შემდგომ და დაჯგუფება, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მე ვფიქრობ, არც ინტელექტუალური თვალსაზრისით და არც რაიმე სხვა თვალსაზრისით, უბრალოდ იმას ვერც კი შეედრება, ეს პირდაპირ შეიქმნა სახელისუფლებო კალთის ქვეშ, სახელისუფლებო მფარველობის ქვეშ და მას უკვე უნდა ველოდოთ, რომ მხოლოდ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამოიყენებენ. ვიღაცები ამბობდნენ გუშინ, რომ წადით და საოკუპაციო ხაზთან დაეხმარეთ ადამიანებს. თითქოს კარგად ჟღერს ესეც, რომ წადით და დაეხმარეთ, მაგრამ არაფორმალური დაჯგუფება, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირების ან ძალადობრივი დაპირისპირების კვალს შეიძლება და ნიშანს შეიძლება ატარებდეს, არც საოკუპაციო ხაზთან უნდა იყოს, იმიტომ რომ იქ პროვოკაციების დიდი საშიშროება არსებობს, ასეთი დაცვა მხოლოდ უნდა განახორციელოს სახელმწიფო სტრუქტურებმა, სახელმწიფო უწყებებმა, კანონმა და არაფორმალურმა რაღაცა დაჯგუფებებმა და ორგანიზაციებმა, ადამიანებმა, რომლებიც უბრალოდ ვერც კი აყალიბებენ რა უნდათ, რისთვის შეიკრიბნენ და ამ ხალხის კიდევ ვიმეორებ გუნება განწყობაზე და შეხედულებებზე უნდა იყოს დამოკიდებული საქართველოში დემოკრატიული პროცესი, როგორც განვითარდება. ეს არის ანომალიური მოვლენა და მე ვიღაცა საპატრიარქოს მიმართავს და მეც მგონია, რომ საპატრიარქომ ამაზე ხმა უნდა ამოიღოს, მაგრამ პასუხისმგებლობა არის ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების მხრებზე. იმიტომ რომ ეს ყველაფერი კრიმინალურ სიტუაციას და დაპირისპირებას შეუწყობს ხელს და ხელისუფლება არის პასუხისმგებელი ამ ტიპის ძალის შექმნაზე, წახალისებაზე, მფარველობაზე, რომელიც შეიძლება ხვალ და ზეგ რაღაც უკონტროლო პროცესად მოევლინოს საქართველოს და მათ შორის ხელისუფლებას. პროცესების რა განვითარებას შეიძლება ველოდოთ. საქართველოში სტაბილური პოლიტიკური ვითარება კარგი ხანია აღარ არის, უკიდურესად გაზრდილია პოლარიზაციის ხარისხი და არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრში, არამედ მთლიანად საზოგადოებაში, როგორც იტყვიან, პოლიტიკა ოჯახებშიც შევიდა და ოჯახის წევრებიც კი დააპირისპირა ერთმანეთს, თუმცა მადლობა ღმერთს სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მივსულართ. აი გუშინდელი დღიდან მოყოლებული უკვე არაერთი პოლიტიკოსისგან ვისმენთ, რომ ასეთი არაფორმალური დაჯგუფებების შექმნა პირდაპირ რისკს ქმნის ქვეყანაში არეულობის დაწყების, უბედურება დატრიალდება საქართველოში, ასე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივალთ და აი ასე შემდეგ და შემდეგ ამ ტიპის შეფასებები ისმის უკვე პოლიტიკურ სპექტრში და აი თქვენც თქვით, რომ ნამდვილად გავდივართ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. აი რადგან აი ამ სპორტსმენებისგან დაკომპლექტებული მოძრაობის უკანა თქვენც და ზოგადად ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებიც ხედავთ ქართულ ოცნებას, ამიტომ აუცილებლად უნდა ვიკითხო. აი რანაირად შეიძლება ხელისუფლებას აწყობდეს ცემა ტყეპის, ასე ვთქვათ, წახალისება ჩვენს ქვეყანაში და მეტიც აწყობდეს სამოქალაქო დაპირისპირებამდე მისვლა. ასეთი მდგომარეობა ხა წესით არც ერთი ნორმალური ხელისუფლების ინტერესში არ შედის. ხო, მაშინ აი რა ახსნა აქვს ძალადობის წახალისებას, რომელსაც მართლა დიდი უბედურება შეიძლება მოხვდეს საქართველოში. ერთი ძალიან მძიმე უკვე თავისთავად რაც შედგა და მოხდა ქვეყანაში არის ის, რომ სპორტი რა არის არსით. სპორტი არის ერთის მხრივ რაღაც ჯანმრთელი ცხოვრების წესი,
რომელის პოპულარიზაცია უნდა ხდებოდეს ახალგაზრდობაში, ხომ? მეორე არის რაღაცნაირად ეროვნული კონსოლიდაციისთვის საჭირო სფერო, ხომ? ფეხბურთი იქნება თუ ჭიდაობა იქნება თუ ნებისმიერი სხვა სპორტი, რომელიც რაღაცნაირად ეროვნული სიხარულის განცდას უნდა იწევდეს და ერთიანი უნდა ვიყოთ, ხო, ამ სიხარულში და ქართულმა ოცნებამ სხვა ხელისუფლებასაც ქონიათ ამის მცდელობა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ განსაკუთრებულად ხარისხში აიყვანა ეს ყველაფერი რა თვალსაზრისით, რომ სპორტის და სპორტსმენების გამოყენება უნდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში. ჩვენ ნახეთ ხალხის საყვარელი სპორტსმენები პარლამენტში, რომლებიც იქ მხოლოდ მუშტიკრივის ფუნქციით და დანიშნულებით არიან და გუშინ წინ ეს ხალხი ძალიან უყვარდა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. ვინც სრულიად არ გულშემატკივრობს იმ სპორტს, მათაც კი ძალიან უყვარდა, ხო? ეს ხალხი და ისინი გახდნენ უკვე მუშტის მხარე. სხვა დანიშნულება, აბსოლუტურად შეიძლება ითქვას, ის მიღწევები წყალს გაატანეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანი, რომელიც უყვარს საქართველოში ყველას, უყვარდა ყოველ შემთხვევისთვის. უბრალოდ აღმოჩნდა პარლამენტში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მცემელის ფუნქციაში. ეს ხო ღირსების ისეთი შელახვაა და არა მარტო კონკრეტული ადამიანის, არამედ თვითონ სპორტის როგორც ასეთის, ხომ? სპორტი რაღაცნაირად კეთილშობილური, რაინდული რაღაცა სულისკვეთების მატარებელიც არის და აგერ ეს ბიჭიც მე ხა დიდად არ მიმიდევნებია თვალი მისი სპორტული კარიერისთვის, მაგრამ ბევრ ადამიანი უყვარდა, გულშემატკივრობდა, ხომ? და ჩვენ ახლა ის ვიხილეთ ასევე აბსოლუტურად მარგინალურ, კრიმინალურ ფუნქციის მატარებლად და ხვალ იმ ხალხს, რომელიც მას გულშემატკივრობდა, სავარაუდოდ უნდა დაერიოს და მუშტიკრივით უნდა გაუმკლავდეს. მე არ მეგულება საქართველოში არც ერთი ადამიანი პოლიტიკურად მიკერძოებელი, ვისაც ასეთი პერსპექტივა შეიძლება მოსწონდეს. ეს მოსწონს მხოლოდ იმ ხალხს, ვინც ხელისუფლებაში არიან გამაგრებული და გუშინ მოვისმინე ქალბატონი წილოსანი, რომელმაც ჩათვალა, რომ მამამის ბევრი ფული ეკუთვნის და თვითონ მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნა ეკუთვნის. სხვისი მითვისება, ფულის მითვისება ეკუთვნის და უნდა შერჩეს აუცილებლად, გამოდის და მხარს უჭერს ასეთ ქმედებას. ამაზე უარესი რა შეიძლება ხდებოდეს ქვეყანაში და როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი პარლამენტში იყოს და თუნდაც აბსოლუტურად უგონოდ ხელს აჭერდეს რაღაცა გადაწყვეტილებებს, ხომ? სამოქალაქო დაპირისპირება იმედი მაქვს, რომ მასშტაბურ დენთის კაზრზე ზის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეც არის, მაგრამ მე მგონია, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც კი ძალიან კარგად ესმით, რომ იმ ქაოსში და უბედურებაში, რაც ჩვენ 3-10 წლის წინ გავიარეთ, ქვეყანა აღარ შეიძლება ჩაბრუნდეს, მაგრამ მათ აქვთ რუსული მაგალითები. ყველაზე მეტად, რასაც გვაგონებს ესეთი დაჯგუფებები არის კადიროვული დაჯგუფებები, ხო? რომლებიც უზრუნველყოფილი არიან კარგი ცხოვრებით, კარგი მანქანებით, ძვირფასი ნივთებით, იარაღით და ნებისმიერი დაპირისპირების დროს წინახაზზე ჩნდებიან დაპირისპირებაში იგულისხმება კადიროვს, ვინც არ მოუვა თვალში, რომ იმათ გაუსწორდნენ. აქაც ამ ტიპის დაჯგუფება იქნება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვინც არ მოუვა თავში, იმ ადამიანებს რომ გაუსწორდნენ, მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იგივე ეკლესიის ძალისხმევით იქნება, მთლიანად საზოგადოების ძალისხმევით და ქართული ოცნების მხარდამჭერების აქტიური ძალისხმევითაც, რომ მასშტაბურ დაპირისპირებამდე ასეთი რამ არ მივა და ძალიან ძლიერად და მძიმედ მოეკითხება იმათ, ვინც ასე უპასუხისმგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას და ქვეყანაში ქმნის ასეთი მომატებული რისკის ჯგუფებს. ასოციაცია ერთია, მას გარდა მორალის პოლიციასაც უწოდებენ, ასე ვთქვათ, სახალხო მოძრაობას, რომლის შექმნის შესახებაც გუშინ გავიგეთ. ახლა მორალის პოლიცია კი ყველაზე ცნობილი, როგორც ვიცით, არის ირანის მაგალითზე, ხო? სადაც ისლამური რეჟიმი სწორედ ამგვარი დანაყოფებით ცდილობს გააკონტროლოს განსაკუთრებით ქალები
ჰიჯაბის და ტანსაცმლის ტარების წესებს იცავენ თუ არა, თუმცა ამის მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით სასტიკ რეჟიმთან გვაქვს, ხო, ირანის შემთხვევაში საქმე, ირანელების მნიშვნელოვან წინააღმდეგობას აქვს ხოლმე იქ ადგილი. ამიტომ ახლა მინდა ვისაუბროთ იმაზე, რა შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს საქართველოში. ანუ აი რამდენად იმუშავებს ჩვენს ქვეყანაში ეგრეთ წოდებული მორალის პოლიცია, როგორც ამ მოძრაობას და ორგანიზაციას ჩვენს ქვეყანაში არაერთი პოლიტიკოსი თუ ანალიტიკოსი უწოდებს. აქაც რასაჩვენებს ისტორია, აი ცემის და ფიზიკური ანგარიშწორების შიშით ადამიანები რამდენად ჩუმდებიან და რამდენად წყვეტენ პროტესტის გამოხატვას. ხო, ეს ალბათ მიემართება პროტესტს, თორემ რასაც ისინი დეკლარირებენ საქართველოს ეკლესიაზე და მართლმადიდებელი ეკლესიის ძალაზე ჩვენ ვილაპარაკეთ დასაწყისში და საქართველოში განსვენებული პატრიარქი 10 წლეულების განმავლობაში ილია მეორე კათოლიკოსი პატრიარქი ილია მეორე ნდობის რეიტინგში ყოველთვის უპირობოდ პირველ ადგილზე იყო, ხო? და საქართველოს ეკლესიისადმი ნდობა ასევე უპირველეს ადგილზე იყო 10 წლეულების განმავლობაში. ამ ქვეყანაში მართლმადიდებლად განიცდის თავს საქართველოს მოსახლეობის ასევე უდიდესი ნაწილი, ხო? და არის გარკვეული ჯგუფები, რელიგიური ჯგუფები, რელიგიური უმცირესობები, რომლებიც ასევე ჩვენი თანამოქალაქეები არიან, მაგრამ განეკუთვნებიან სხვა რელიგიებს, სხვა კონფესიებს. ბევრმა დასვა ეს შეკითხვა, რომ სხვა კონფესიებს შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს, იმიტომ რომ შეუძლებელია უმრავლესობას და ძლიერ სჭირდებოდეს ვინმესგან მუშტით დაცვა, ხო? იმედი მაქვს, რომ ვინმეს ამ მიმართულებით რაიმე ცდუნება არ გაუჩნდება და რაღაცა რელიგიურ პროვოკაციებს არ მოაწყობენ. მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია რა ღირებულებების დაცვა, საერთოდ რა წარმოუდგენიათ ღირებულებებად. რა ინდობა არის ქართული ღირებულება, მე ასე მგონია. სუსტის დაცვა არის ქართული ღირებულება, მე ასე მგონია და ეს ქრისტიანულიც არის და ქართულიც არის. ბრძოლა მამულისთვის ოკუპაციის წინააღმდეგ მე მგონია, რომ არის ძალიან ძლიერი ღირებულება და მამულის დაცვა არის ერთ-ერთი მთავარი ხაზი, რაც გასდევს საქართველოს ისტორიას და ეს ხალხი რას იცავენ? აი ძალიან მაინტერესებს რას იცავენ. ის რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ვიღაც კრიტიკულად არის განწყობილი, ეს არის მათი ღირებულება და ეს უნდა დაიცვან. კობახიძე რო არ მოსწონს ადამიანების უდიდეს ნაწილს, ეს უნდა დაიცვან და ამის გამო უნდა დაესხნენ თავს. დინარაძე, პაპუაშვილი, რომელიც საოცარ განცხადებებს აკეთებს საქართველოსთვის დამაზიანებელ განცხადებებს და მე და ასეულობით და ათასეულობით ადამიანს რომ ეს არ მოსწონს, ამიტომ თავს უნდა დაგვესხან და უნდა გაგვისწორონ ამის გამო. რამდენიმე წუთში კითხავთ იქამდე აი ქვეყანაში შექმნილი ვითარების შეფასება, მინდა რომ კიდევ ერთი გარემოების კონტექსტში განვაგრძოთ, მაგალითად ამ დღეებში პროტესტის გამოხატვის დროს იცით რომ 10-ზე მეტი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი მომიტინგე გუშინ აიყვანეს თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე, რაც შეეხება მიზეზი იყო პროტესტის გამოხატვა შეურაცხყოფელი ლექსიკით. მანამდე იყო, როგორც გვახსოვს, სოციალურ ქსელში ასევე შეურაცხყოფელი შინაარსის სტატუსის გამოვა ხოსანაიასთვის 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის და გიორგი ახობაძისთვის 25 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება, რასაც ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ გაგრძელებაც მოხდება. აი მოდით ახლა კითხავთ და გითხარით, რას აჩვენებს ეს ფაქტები, ისე როგორც მეორე მხრივ ხომ არ აქვს ლეგიტიმაცია კითხვას, რატომ არ შეიძლება პროტესტი გინების, აი ამ წყელვაკრულვის და შეურაცხმყოფის გარეშე იყოს გამოხატული. აქციის მონაწილეების მხრიდან მაინდა-მაინც აი ამ შეურაცხყოფელი ეპიტეტების გამოყენებას ალბათ თავისი ახსნა და მიზეზები უნდა ქონდეს, ხო? შესაბამისად, აი როგორ ფიქრობთ, რა დატვირთვა აქვს ამ ტიპის პერფორმანსებს, ასე ვთქვათ? მე ვარ ის ადამიანი, ვისაც არ მოსწონს ბილდსიტყვაობა არსად, არც ერთი მიმართულებით. მაგრამ რა შეკითხვასაც თქვენ სვამთ, ამას ხომ აქვს რაღაცა წინაპირობები, საიდან მოვიდა ეს ყველაფერი და როგორ გაჩნდა. ჩვენ ვიცით საქართველოს პარლამენტის წევრები, რომლებიც ღია ეთერში
აგინებდნენ უშვერი სიტყვებით კოლეგებსაც და ქართულ საზოგადოებასაც, ხომ? და ჩვენ არასოდეს გვინახავს პროტესტი მათ წინააღმდეგ გამოთქმული. საქართველოს პრეზიდენტად რომ არის დღეს წოდებული ადამიანი, მისგანაც არაერთხელ მოგვისმენია სართულიანი გინებები ამ კუთხით. ამ ცოტა ხნის წინ დაპირისპირება რომ იყო პარლამენტში, ასეთი რამ მოვისმინეთ. იყო პერიოდი, როდესაც უცნობი ნომრებიდან და ხანდახან ნაცნობი ნომრებიდანაც მთელ საქართველოს და ყველას, ვინც კრიტიკულად იყო განწყობილი ხელისუფლების მიმართ, ურეკავდნენ და ვერ წარმოიდგენთ როგორი ლექსიკით აგინებდნენ მკვდარს, ცოცხალს, დედას, მამას, ოჯახის წევრებს და ასე შემდგომ და ეს იყო ყველაზე უხამსი და ყველაზე მძიმე, ამას კიდე ცემატყეპა ჯობია, ფიზიკურ ტკივილს გრძნობდა. ეს იყო რაღაცა ამაზრზენი, რასაც აკეთებდა ქართული ოცნების ორგანიზებული ჯგუფები მთელ საქართველოში და ბუნებრივად გაჩნდა სამწუხაროდ ასეთივე რეაქცია იმ ასე ვთქვათ დაწოლას მოყვა ასეთი რეაქცია და შენ თუ ეს არ მოგწონს და შენთვის თუ ეს მიუღებელია, მაშინ სათავე საიდანაც მოდის იმ სათავეს უნდა დაუპირისპირდე და არა უკვე შედეგს, რომელიც გაფორმდა. ამ შეიძლება ვიღაცას მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს მართლა გემოვნების საკითხია, მაგრამ სოციალურ ქსელში ჩვენ ვხედავთ საშინელი გინებებია, ხომ? და ამორჩევითად, შერჩევითად ვიღაცა, ვინც მოგეწონება თუ არ მოგეწონება შენ პერსონალურად ხელისუფლების წარმომადგენელი რო ხარ, იმას დასჯი, მაგრამ არ დასჯი იმას, ვინც შენი მომხრეა და შენი სახელით უპირისპირდება, აგინებს და ლანძღავს ყველა სხვა დანარჩენს, ეს აგი ორმაგი სტანდარტი და ამ ორმაგ სტანდარტთან დაპირისპირება ხდება, მე მგონია, ამის საფუძველი არის სწორედ ეს უსამართლობა და ორმაგი სტანდარტი. კანონი რომ კანონობდეს, კანონის წინაშე ყველა რომ თანასწორი იყოს, კანონი თანაბრად რომ ეხებოდეს ყველას, ხელისუფლების წარმომადგენელსაც და მის მოწინააღმდეგესაც, მე შეიძლებოდა ჩვენ განგვესაჯა ასეთი რამ, მაგრამ კანონი არ ეხება არავის ხელისუფლების მხარეს და წარმომადგენელი ვინც არის, მაგრამ კანონი ეხება მათ სპეციალურად შექმნილი და მორგებული კანონები ექმნება იმათ, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგია. ხავტოფიქრია, რამდენიმე წუთი დაგვრჩა და ბოლოს უკვე შალო პაპაშვილის განცხადებაზე დაგისვათ კითხვას, რომელიც თქვენ ახსენეთ რამდენიმე წუთის წინ, სავარაუდოდ პარლამენტის თავმჯდომარის მორიგი პოსტი ჰქონდათ, ხომ, მხედველობაში, რომელიც მან გუშინ გამოაქვეყნა ევროკავშირის შესახებ სოციალურ ქსელში, მაყურებლებს რომ გავახსენოთ, შალო პაპაშვილი კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ მიუღებლად მიაჩნია კონსენსუსით მიღების წესის გაუქმების გერმანული ინიციატივა, რომელსაც აღმოჩნდა, რომ უკვე 12 ქვეყანა იზიარებს და აი გეტყვით ამბობს რას. პატარა სახელმწიფოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის უმთავრესი გარანტი კონსენსუსის პრინციპია და თუ კონსენსუსის პრინციპი გაუქმდება და გადაწყვეტილების მიღება მთლიანად დიდი სახელმწიფოებისა თუ მყარი უმრავლესობის ნებაზე გახდება დამოკიდებული, პატარა ქვეყნები ამ ფუნდამენტურ ბერკეტს დაკარგავენ. სულ უფრო მყარდება შთაბეჭდილება, რომ ევროპის დიდი ქვეყნები ევროკავშირის მიტაცებას გეგმავენ, რაც ფუნდამენტურ საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ევროპის პოლიტიკურ წონასწორობას და გაფართოების პროცესს, არამედ იმ ღირებულებებსაც, რომელზეც ევროკავშირი თავის დროზე შეიქმნა და დღემდე მოვიდა. ეს არის შალო პაპაშვილის პოზიცია, რომელიც მიიჩნევს იმასაც, რომ ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის შესაძლოა უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს. აი გითხარით, რისი თქმა უნდა მთლიანად ქართულ ოცნებას აი იმ განცხადებით, რომელსაც ვისმენთ შალო პაპაშვილის მხრიდან და ეს რამდენად შეიძლება იყოს ანონსი იმის, რომ დღეს თუ არა ხვალ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს უკან გამოიტანს. მე მგონი ცხადად ამბობს, რისი თქმაც უნდა. არაფერს აღარ მალავენ ეს ადამიანები. უბრალოდ რატო სჭირდებათ ხოლმე პერიოდულად ამ განცხადებების კეთება და ესეთი ხალისით რატო აკეთებს ამას შალვა პაპუაშვილი. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ, რომ მაგალითად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს ბევრი ქვეყანა და არის რაღაცა ქვეყნები, რომლებიც შესაძლოა ყოფნანებენ იმის გამო, რომ საქართველოში მძიმე ვითარება არის. ამ ტიპის გადაწყვეტილება, რომ ეს კონსენსუსური არ იყოს, აი მაგალითად უნგრეთი ხშირად ბლოკავდა რაღაცებს, ხო, რაც მაგალითად უკრაინასთან დაკავშირებული იყო, რაც დემოკრატიული პროცესების
ასე ვთქვათ, გამრცობასთან დაკავშირებული იყო. და თუ უნგრეთის ნაირი ქვეყანა, ვთქვათ, აღმოჩნდება მომავალში, ლიდერი იყო ის და არა ქვეყანა ამ შემთხვევაში, ხომ? ბევრად უფრო გაიოლდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მათ შორის საქართველოსაც ეს უნდა გახარებოდა, იმიტომ რომ ხვალზე თუ ქვეყანა ნორმალურ ნაბიჯებს გადადგამს, შესაძლოა უფრო გაიოლდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ არა, მათ ეს არ უნდათ. მე ვფიქრობ, ერთი, ესენი რუსეთს მუდმივად უპატაკებენ, რომ სულ რომ ასე ვთქვათ, ფიანდაზები დაგვიგონ ჩვენ, თქვენს დავალებას ვასრულებთ და არ გადავდგამთ ნაბიჯს ევროკავშირისაკენ და მეორე, ამით რაღაცნაირად ცდილობენ, რომ მოატყუონ ქართული საზოგადოება, რომელსაც ასევე უნდა ევროპა, ევროპული არჩევანი, ევროპული ყაიდის სახელმწიფო უნდა, ხომ? ჩვენ როცა ვლაპარაკობთ, რომ გვინდა ევროპა, რა გვინდა, ხო უნდა ჩამოვყალიბდეთ, ხომ? ჩვენ გვინდა დაცულობა და ესეთი ბანდფორმირებები რო არ უნდა იქნებოდნენ ქვეყანაში ისეთი სისტემა, ეკონომიკური უსაფრთხოება გვინდა, სოციალურად დაცული მოქალაქე გვინდა, სამუშაო ადგილები გვინდა, ეკონომიკის გაძლიერება გვინდა, ჯანდაცვის გაძლიერება გვინდა, რომ ყოველ მხრივ ადამიანი გრძნობდეს თავს დაცულად. მოვლილი ქვეყანა გვინდა, კარგი გზები გვინდა, კარგი ინფრასტრუქტურა გვინდა, სუფთა წყალი გვინდა, ჭუჭყიანი წყლით რო იკვებება მთელი საქართველო და ესეთი სტანდარტი კარგი სასამართლო გვინდა, რომელიც რეაქცია მოყვება მესიჯს ევროპა და ევროკავშირი ცუდია თვითონ ქართული ოცნების ამორჩევლების მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების ამორჩეველი მივიდა იმ ზღვარამდე და მიჯნამდე, რომ ისინი ძალიან კარგად ხედავენ, კი, ქართულ ოცნებას უჭერენ მხარს, მაგრამ ძალიან კარგად ხედავენ იმას, რომ აბსოლუტურად უსამართლოა, როცა ტროტუარზე დგომისთვის იჭერ ადამიანს. შესაძლოა შენ ის ადამიანი არ მოგწონდეს, მაგრამ ტროტუარზე დგომისთვის, Facebook-ზე დაწერილი სიტყვისთვის, ან ცარიელი პლაკატის გამო რომ იჭერ ადამიანებს, ეს დიდ უსამართლობის განცდას და საფრთხესაც სამომავლოდ უკვე თავად ამ ადამიანებისთვის აჩენს და რაც მთავარია, რაღაცა ფიზიკური დაპირისპირების ჯგუფების შექმნა, მე არ მგონია, რომ ვინმეს უნდოდეს, რადგან ეს ყველაფერი გვაშორებს ევროპულ ცივილიზებულ სამყაროს და გვაახლოებს ქაოსს კადიროვულ სისტემასთან, რუსულ სისტემასთან, სადაც იშლება ეს უპატრონო სისტემა და გამოვახილოთ ცოტა თვალი და დავინახოთ, რომ ამით საქართველოს უკეთეს მომავალს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეინარჩუნებს. მადლობა, ქავტო ფიქრია.